მოგესალმებით მეგობრებო, ბიბლია ყოველ დღე. სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ სწავლას, კითხვას წმინდა მამების გამარტებით და დღეს შეგი ვაგრძელებთ, ეს არის ძველი აღთმა, დაბადება თავი 28. მოიხმო ისააკმა იაკობი, აკურთხა და დაარიგა. ნუ მოიყვან ცოლს ქანაანელთაგან. ესე იგი, სულიერი დაცვა იწყება ოჯახის გზების დაცვით. მშობლის რჩევა სულიერი წინდახედულობის ნიშანია. შემდეგი, ადექი და წადი ფადან არამში დედაშენის მამის ბეთუელის სახლში და მოიყვანე იქიდან ცოლად დედაშენის ძმის ლაბანის ასული. ესე იგი, ნახეთ მეგობრებო, ეფრემ ასული, ასე მარტავს, ხომ სულიერი ბრძნულობა, ასე თქვა, სიბრძნე ხო ემყარება უფლის ნების შესრულებას. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ წინდახედულობა და ბრძნული გადაწყვეტილება ოჯახისა და სიმშვიდისთვის. შემდეგი, მესამე მუხლი. ყოლად ძლიერი ღმერთი გაკურთხებს, ნაყოფიერს გაგხდის, გაგამრავლებს და ხალხთა კრებულის მამა მთავარი შეიქმნება. ესე იგი, ბასილი დიდის თქმით, კურთხევა ღმერთისგან სულიერი სიმრავლისა და ძალაუფლების ნიშანია. ეფრემ ასური ამბობს, რომ ღმერთის ჯულს ანიჭებს, ხო, წარმატებას, შრომასა და სიბრძნეს. შემდეგ, მოგცემს ა ブラ ამის კურთხევას, შენ და შენს შთამომავლობას, შენთან ერთად, რათა დაიმკვიდროს შენი მდგმურობის ქვეყანა, რომელიც მისცა ღმერთმა ა ブラ ამს. ანუ წინაპართა კურთხევა სული დასაყრდენია, ხო, დასაყრდენია. ბასილი დიდის თქმით, სულიერი გადაცემა სამშობლოსა და კურთხევის ნიშანია. შემდეგი, გაუშვა ისააკმა იაკობი და წავიდა იგი ფადან არამში ლაბანთან არამეელი ბეთუელის ძესთან, რომელიც იყო ძმა რებეკას, იაკობისა და ესავის დედისა. დაინახა ესავმა, რომ აკურთხა ისააკმა იაკობი, მისი ძმა, ხო, და გაუშვა იგი ფადან არამში ცოლის მოსაყვანა და რომ კურთხევისას უბრძანა, არ მოიყვანა ცოლი ქანაანელთაგან და რომ დაუჯერა იაკობმა დედმამას და წავიდა ფადან არამში. ბასილი დიდის თქმით, მორჩილება ეს არის ღმერთის ნებას ემორჩილება, ხო? შემდეგ, დაინახა ესავმა, რომ არ მოსწონდა მამამის ისააკს ქანაანელი ქალები. წავიდა ესავი ისმაელთან და მოიყვანა ცოლად მახალათი. ა ブラ ამის ძის ისმაელის ასული ნებაიოთის დაი სხვა ცოლების გვერდით. გავიდა იაკობი ბერშებიდან და გაემართა ხარანს. მიადგა ერთ ადგილს და იქ დაიღამა, რადგან მზე ჩასული იყო. აიღო ერთი ლოდი იმ ადგილიდან, დაიდო სასტუმლად და დაწვა იმ ადგილას. ესე იგი, ღამე და მარტოობა, მეგობრებო, სულიერი განსასწრებისა და აღმოჩენის დროა. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ სიმბოლოა ღვთის კურთხევისათვის მოსამზადებელი ადგილის. ეს სიზმრა
ანუ შემდეგ ვაგრძელებთ ეს მე-12 მუხლია. ეს იზბრა მიწაზე კიბე დგას და თავით ცას წვდება. ანუ ეს იზბრება ახლა, ხო? რომ მიწაზე კიბე დგას და თავით ცას წვდება, უფლის ანგელოზები ადი ჩამოდიან კიბეზე. აჰა! უფალი დგას. კიბეზე და ეუბნება. უკაცრავად. აჰა, უფალი დგას კიბეზე და ეუბნება, მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, მამა შენისა და ღმერთი ისააკისა. ეს მიწა, რომელზედაც წევხარ, შენთვისა და შენი შთამომავლობისთვის მომიცია. შენი შთამომავლობა ქვიშისავით მრავალრიცხოვანი იქნება და ესე იგი აღმოსავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ და სამხრეთისკენ. შენითა და შენი შთამომავლობით იკურთხება მიწიერთა მთელი მოდგმა. ეფრემ ასური ამბობს, რომ მრავალი შთამომავალია ღმერთის კურთხევით, ღვთის კურთხევის ნიშანია, ხო? იოანე ოქროპირი, ნაყოფიერება და კურთხევა ნება ღვთის შესრულების შედეგია. შემდეგი. აჰა, შენთანა ვარ და ყველგან დაგიფარავ. სადაც კი წახვალ, კვლავ დაგაბრუნებ ამ მიწაზე. არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ ყველაფერს, რაც გითხარი. ღვთის დაპირება სულიერი უსაფრთხოების ნიშანია. შემდეგი. გამოიფხიზლა იაკობმა ძილისაგან და თქვა, ნამდვილად უფალი ყოფილა ამ ადგილას, მე კი არ ვიცოდიო. შეშინდა და თქვა, რა საშიში ყოფილა ეს ადგილი, სხვა რა უნდა იყოს თუ არა უფლის სახლი, ეს ცათა კარიბჭეა. შემდეგი მე-18 მუხლი. ადგა დილადრიანად იაკობი აიღო ლოდი სასტუმლად, რომ ედო აღმართა სვეტა და ზეთი დაღვარა. ანუ მსხვერპლი ღვთისათვის მადლიერების გამოხატვა. უწოდა სახელად იმ ადგილს ბეთელი, ანუ სახლი ღვთისა. წინათ ლუზი ერქვა ამ ქალაქს. აღთმა დადო იაკობმა და თქვა, უკე თუ ღმერთი ჩემთან იქნება და დამიფარავს ამ გზაზე, რომელსაც ვადგივარ მომცემს პურს საჭმელა და სამოსელს შესამოსად. მშვიდობით დაბრუნდები მამისეულ სახლში და უფალი იქნება ჩემი ღმერთი. მაშინ ეს ლოდი სვეტად რომ დავდგი, ღვთის სახლი იყოს და ყველაფრისგან, რასაც მომცემ, მეათედს შენ მოგიძღვნი. მოვჭით ჩვენ მეგობრებო 22 მუხლი და მისმენდით უფალმა შეგიწიროთ და შემდეგ გავაგრძელებთ 29 მუხლს. გაიხარეთ, ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. მადლობა. გაიხარეთ.